უთანხმოება, რომელიც 4 ბარიერ გადალახული პარტიიდან 2 საარჩევნებში მონაწილეობამ გააღრმავა, გუშინ კიდევ უფრო გამწვავდა. ამ შემთხვევაში საარჩევნო მარათონში ჩართვის გამო ლელოს წევრ გრიგოლ გეგელიას სამოქალაქო აქტივისტები დაუპირისპირდნენ. ლელოს ლიდერი, რომელიც რუსთაველის გამზირზე მზია ამაღლობელის მხარდასაჭერ აქციაზე იმყოფებოდა, აქტივისტებმა არჩევნებში მონაწილეობის გამო გააკრიტიკეს და ტერიტორიიდან უხეში ფორმით გააძევეს. მომხდარი დაგმეს ლელოსა და გახარიას პარტიაში და საზოგადოებას ერთიანობისკენ მოუწოდეს, თუმცა ასეთი კატეგორიული არ ყოფილა იმ პარტიათა ნაწილი, სადაც არჩევნებში მონაწილეობის გამო ხაზარაძესა და გახარიას მწვავე დაკრიტიკებენ და მათ ქართულ ოცნებასთან თანამშრომლობაში ადანაშაულებენ. ფიზიკური დაპირისპირება და შეურაცხმყოფელი სიტყვები, მათ შორის გინება. ამ ფორმით 6 აგვისტოს საპროტესტო აქციის მონაწილეთა ნაწილმა რუსთაველის გამზირიდან ციხეში მყოფი ხაზარაძე ჯაფარიძის თანაგუნდელების დასჯა და აქციიდან გაძევება გადაწყვიტა. დევნის მიზეზი თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილეობის შესახებ ლელო ძლიერი საქართველოს გადაწყვეტილებაა. ის, რაც განსხვავებული აზრია ლელოსთვის, ღალატია დემონსტრანტების ნაწილისთვის. აგრესიის განსაკუთრებული სამიზნე აქციაზე მყოფი ლელოს წევრებიდან გრიგოლ გეგელია გახდა. მიუხედავად დაპირისპირებისა, გეგელია მედიას არწმუნებდა, რომ აქტივისტების მხრიდან ადგილი ჰქონდა არა თავდასხმას, არამედ აღელვებას. იგივეს ამტკიცებდა უკრაინაში მებრძოლი ქართველი ნადიმ ხმალაძეც. რამდენიმე ადამიანი ღელავს განსხვავებული პოლიტიკური პოზიციის გამო. კაცო, მე სადმიწვე მე გადავწყვეტ რა. მოიცა რა შებიცვა. არა, არანაირ თავდასხმას ადგილი არ ქონია. არა, არ ყოფილა. ეცა ნაცადო. უბრალოდ ხალხი არის აღელვები. გუშინდელი აქცია ჟურნალისტ მზია ამაღლობელისთვის გამოტანილი განაჩენის გასაპროტესტებლად გაიმართა. ის ფაქტი, რომ საერთო მიზნით შეკრებილი საზოგადოება ერთიანობას არ აჩვენებს, გეგელიას შეფასებით მხოლოდ ქართული ოცნების ინტერესებს ემსახურება და მის მიმართ გამოხატული აგრესიის ავტორებს ფოკუსის გასწორებას ურჩევს. ეს ინციდენტი დაგმო გახარიას გუნდმა, რომელიც ლელოს მსგავსად 4 ოქტომბრის არჩევნებისთვის ემზადება და გაფორმებული მემორანდუმის თანახმად საერთო კანდიდატებზეც მსჯელობენ. მე არ ამერჩევია კომფორტი, მე ამერჩევია ბრძოლა და დისკომფორტი, მე ვბრძი რუსულ ავტოკრატიას. რაც შეეხება ამ ადამიანებს, მე ერთადერთი მათ ვეტყოდი, რომ არ დაივიწყონ ვინ არის მტერი. არ დაავიწყდეთ რა არის პრიორიტეტი. ჩვენ პოლიტიკურ ძალას პირველივე დღიდან აქვს გაცხადებული, რომ ჩვენ მივდივართ არჩევნების გზით, რადგან მიგვაჩნია, რომ არჩევნების გზით შეგვიძლია ოცნების დამარცხება. ვიღაცა სხვანაირად ფიქრობს, მაგრამ მიზანი საერთოა. ოცნების დამარცხება, ამიტომ ყველას მოუწოდებ, რომ ამ მიზნის გარშემო გავერთიანდეთ. იგივე აზრზე არ არის ნაციონალური მოძრაობა, რომელმაც გუშინდელი ფიზიკური და სიტყვიერი დაპირისპირება შეიძლება ითქვას, რომ გაამართლა. მიხეილ სააკაშვილის პარტია, ისევე როგორც მისი ყოფილი თანაგუნდელების მიერ შექმნილი ახალი გაერთიანება სახელწოდებით კოალიცია ცვლილებისთვის, ადგილობრივ არჩევნებში მონაწილეობას არ იღებს. ხაზარაძე ჯაფარიძის და გახარიას გუნდების გადაწყვეტილებას კი ქართული ოცნების ხელისუფლებასთან თანამშრომლობა დაღიქვამს. ისინი საზოგადოებას, მათ შორის რუსთაველზე შეკრებილ აქტივისტებს უკვე 10 თვეა არწმუნებენ, რომ სწორი სტრატეგია ქვეყნის შიგნით პოლიტიკური ბოიკოტი, ქვეყნის გარეთ კი საერთაშორისო პარტნიორებთან მუშაობა ქართული ოცნების მიმართ ზეწოლის მექანიზმების გაზრდის მიზნით. რუსული სპეცოპერაცია არანაირად არ შეიძლება იყოს ჩათვლილი რაღაცა ბრძოლაში ყოფნა. ეს არის ბრძოლაში ყოფნა კი არა, ქოცების თამაში ყოფნა. ამიტომ ქოცების თამაში ვინც შევა და რუსულ სპეცოპერაციაში ვინც შევა, ბუნებრივია საზოგადოების მხრიდან მიიღებს იმ ადეკვატურ პასუხს, რასაც იმსახურებს. ვიღაც ადამიანებს ბუნებრივად აქვთ რეაქცია, ცუდი რეაქცია იმაზე, რომ ვიღაცებმა თქვეს, რომ რაღაცა ბრძოლის ხაზი ახლა უნდა შეიცვალოს და რაღაცა თანამშრომლობის რეჟიმში გადავიდეთ ქართულ ოცნებასთან, ხოლო სამწუხაროდ ამას მოყვა, როგორც ჩანს, ის რეაქციები, რაც მოყვა. რუსთაველის გამზირზე მომხდარი ინციდენტი ქართულ ოცნებას ხვნა თესვის შესახებ ცნობილ ანდაზას ახსენებს. ამასთან მომხდარი არ უკვირთ და აქციებზე რამდენიმე თვის წინ არსებულ დაძაბულობას იხსენებენ, რომელსაც მართველი გუნდის თქმით თავად ოპოზიცია ახალისებდა, აჩვენებდა აგრესიას, იყენებდა სიძულვილის ენას და ჰქონდა განსხვავებული აზრის მიუღებლობა. ჩვენ ყოველთვის ვამბობთ, რომ ეს, ასე ვთქვათ, უკიდურესი რადიკალიზმი, რომელსაც ნერგავენ საქართველოში, რომელსაც ასულდგმულებენ საქართველოში,
რომლის მსხვერპლიც უამრავი ადამიანი გახდა, სწორედ ეს რადიკალიზმი ახლა რა თქმა უნდა საკუთარი თავის რო იტყვიან ჭამას იწყებს. აი ამის გამოვლინება იყო გუშინ, როდესაც ოპოზიციის ერთმა ნაწილმა ოპოზიციის მეორე წარმომადგენელს მიაყენა შეურაცხყოფა. დიპსტეიტის პირდაპირ დაკარნახები კამპანია, რომ ჩვენს ქვეყანაში შუღლი იყოს ჩამოვარდნილი, ამოდროულად საზოგადოებაში შეტეხილობა გააჩნდეს და ამას სამწუხაროდ მათ შორის ევროკავშირისგან დაფინანსებული სხვადასხვა ეგრეთ წოდებული არასამთავრობო ორგანიზაციებიც და ადამიანები, რომლებიც პირდაპირ დაკავშირებულები არიან აგენტურასთან და კოლექტიურ დანსმოძრაობას პირდაპირ პრაქტიკაში ახორციელებენ. 2024 წლის 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების შემდეგ 4-ვე ბარიერგადალახული ოპოზიციური ძალა საპარლამენტო ბოიკოტზე შეთანხმდა და ხელახალი საპარლამენტო არჩევნების იდეის ირგვლივ გაერთიანდა. თუმცა ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების მოახლოებასთან ერთად ბრძოლის მეთოდების ირგვლივ შეხედულებები ნაწილმა შეიცვალა და როგორც თავად აცხადებენ, შიდა პოლიტიკურ ველზე უმოქმედობას მოქმედება არჩიეს.